მხარეს შიფრეთ. როდესაც რეალურ ეკონომიკას პროპაგანდისტული ლოზუნგები ცვლის, ხალხის ძარცვის ხარჯზე ბელადის გარემოცვა მდიდდება, როდესაც მომავლისთვის კი არ იბრძვი, არამედ დროის გაჩერება გინდა და ფინალის გადავადება, როდესაც სუვერენიტეტის დაცვის მიზნით ამავე სუვერენიტეტს შიგნიდან არღვევ, როდესაც მოგონილი მტრით ხალხს აშინებ, მოუდნელად გემართება ის, რაც 24 წლიანი დიქტატურის შემდეგ კარპატების გენიას დაემართა. აიათოლების 47 წლიანი დიქტატურის წინააღმდეგ ირანის ქუჩებში გამოსულმა მოქალაქეებმა ზუსტად იციან, რომ მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ. ნაბიჯი უკან მხოლოდ წამება, ტერორი და სიკვდილით დასჯა. აიათოლას რეჟიმი 10 წლის იყო, როდესაც რუმინეთის დიქტატორს ეგონა, რომ მისი სასახლის წინ მოედანი მომხრებით გაავსო და გაწამებულ, რეპრესირებულ დახუძითა ოჯახის წევრებს და დემონსტრანტებს ძალა და ხალხის მხარდაჭერა აჩვენა. წლების მერე გაირკვა, რომ პირველი შეძახილი ხალხიდან იმ ჯარისკაცებს ეკუთვნოდათ, რომელთა ხელმძღვანელმა წინა დღეებში მშვიდობიანი მანიფესტატები დახოცა. არავინ იცის, აიათოლას მიტინგების ფინალი როგორი იქნება. დიქტატორები რომ ჭკუას სწავლობდნენ და კონტექსტს აღიქვამდნენ და მომავალზე ფიქრობდნენ, დიქტატორები კი აღარ იქნებოდნენ. ირანელმა ხალხმა ახლა ზუსტად იცის, რომ აიათოლას რეჟიმი ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა. მე რა რომ დიქტატორი ბუნკერიდან ყველას სიკვდილით დასჯით ემუქრება და რა თქმა უნდა ყველაფერში გარე ძალას ადანაშაულებს. გაგახსენდათ ხომ ვინ ადანაშაულებს ყველაფერში გარე ძალებს? ჩვენ შემთხვევაში ამ გარე ძალას ყველა და ყველაფერი ჰქვია მკვლელი ოკუპანტი, ტერორისტი, სახელმწიფოს და მისი კოჭლი დიქტატორის გარდა. თუმცა აბა როგორ ყველაზე დიდი ქართველი რუსი ოლიგარქი ისე ღრმად შევიდა რუსულ სპირალში, გამოსვლა რომ უნდოდეს ძალიან გვიანია. გამოსვლა კი არა, ახლა მას როგორც კეთრომას მანევრის საშუალება აღარ აქვს. ის ახლა არსებობისთვის მხოლოდ მოსკოვის გარანტიებს ითხოვს. ხალხთან მებრძოლი მსოფლიო რეალობას და კონტექსტს რომ აღიქვამდეს, მოსკოვს კი არ შეეხვეწებოდა ამერთხელაც და ყველა დავალებას შეგესრულებ, რაც დროში გამეწელაო. სხვა რამეს მოიმოქმედებდა, მაგრამ არჩევანი 22 წლის თებერვალში გააკეთა. რუსული 3 დღის იმედი ჰქონდა. იმ 3 დღის, რომელიც არ შედგა და ზელენსკის პრეზიდენტ ტუტ მსოფლიო იქ მიიყვანა, სადაც ახლა ვართ. Президент тут. დიქტატორმა ბოლოჯერ იცეკვა მოსკოვის და პეკინის ზურგით გათავხედებული არჩევნების გამყალბებელი არალეგიტიმური უზურპატორი ვენესუელის მიმტაცებელი ახლა ბრუკლინის იზოლატორშია. მის დასახმარებლად კარაკასში არც მოსკოვიდან, არც პეკინიდან არავინ ჩასულა. სასტიკი დიქტატორის მმართველობა 30 წუთში დასრულდა. სამიანის სპეცოპერაციაზე მსჯელობა ალბათ წლები არ დასრულდება. ჰოლივუდში და არა მხოლოდ დოკუმენტურ მხატვრულ ფილმებს და სერიალებს გადაიღებენ. დაიწერება წიგნები, ყველაფერი ურთიერთ გამოვრიცხავი და წინააღმდეგობრივი იქნება, თუმცა ერთზე ყველა შეთანხმდება. იმას, რასაც პუტინმა ომის წასვლად SVO, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია დარქვა, იმას, რასაც ერთ თვეში 4 წელი შეუსრულდება და შედეგი მხოლოდ ის აქვს, რომ რუსეთი უკრაინის მიწაზე დასამარდება, ტრამპმა ნამდვილ სამხედრო სპეცოპერაციას 30 წუთი მოანდომა. ტრამპმა გააკეთა ის, რასაც წლებია პუტინი ნატრობს. ხავსაც ვერ ეჭიდებით ისინი, ვინც ახლა საერთაშორისო სამართალზე საუბრობთ. პუტინმა საერთაშორისო სამართალი სხვა მაგალითებს წამით უკრაინასაც კი რომ თავი დავანებოთ 2008-ში დაარღვია და აქ ამ რუსულ ბოდვაზე საუბარს მოვჩეთ. მადუროს ტანციშმანცის დასრულება მხოლოდ ერთი დიქტატორის დაპატიმრება არ არის. არც მხოლოდ ვენესუელურ ნავთობზე, სასარგებლო წიაღისეულზე და ძვირფას მეტალებზე კონტროლია. ეს ახალი მსოფლიო პოლიტიკაა, რომელიც არავინ იცის როგორ ვადიან, მაგრამ პერსპექტივაში ჩინეთთან ძველი და ტრადიციული პაიქრობის ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც ამ მომენტისთვის პეკინის და მასთან ერთად მისი ჯერ მხოლოდ ეკონომიკური ვასალის მოსკოვის მარცხია. მილიარდები, რომელიც მოსკოვმა კარაკასის რეჟიმის შენარჩუნებაში დახარჯა, უშედეგო აღმოჩნდა. პუტინის ჩრდილოვანი პორტის გემების საჩვენებლად დაკავება, პუტინის საჯარო დამცირება დაცინვა იყო. პუტინის რეჟიმი და მისი პროპაგანდა, რომელიც ტრამპის განწყობების იმედზე იყო, ახლა იმ ცხენიდან გადმოვარდა და დაინარცხა, რომელიც ხეზეც სულ რაღაც 1 თვის წინ იჯდა. ვაშინგტონს და კიევს საკუთარ გეგმას თავაზობდა, მოთხოვნები ჰქონდა. კარაკასში მარცხის შემდეგ და ჩრდილოვანი გემების საჩვენებელი დაპატიმრების შემდეგ პუტინი ახლა იმის იმედად არის, რომ მისი აყვანა საჭირო არ გახდება, თუმცა უკვე იცის, რომ ის მასზე იმედ გაცრუებულია.
Well, I don't think it's going to არ be. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი იქნება. მე მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. Wars. I thought this would be in the middle of the pack or maybe one of the easier ones. ვენესუელაში გაწნილი სილის შემდეგ მან დიდი ალბათობით ბოლოჯერ გაისროლა არეშკინი. მას ალბათ უკვე ჩაუტანა დიმიტროვმა მსურველთა კოალიციის და ვუდკოპ კუშნერის შეხვედრის შემდეგ შემუშავებული გეგმა. მან იცის, რომ ტრამპი ზელენსკის ახალი შეხვედრის შემდეგ ან უნდა დათანხმდეს გეგმას, ან ომის სხვა ფაზა იქნება. მან იცის, რომ გამარჯვება მისი არ იქნება. ისიც იცის, რომ ხელიდან გაუშვა ის შეთავაზება, რაც 2025-ის ბოლოს ჰქონდა. მას ისიც ეგონა, რომ ტრამპს ატყუებდა და დროს იგებდა, მაგრამ 2026-ის 3 იანვრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პუტინის დრო და ტრამპის მოთმინება ამოიწურა. მან ისიც იცის, რომ თეირანის სისხლიანი რეჟიმი არაფერს დათმობს და მასობრივ ხოცვა-ჟლეტოს მოაწყობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი ხალხს ახლა მართლა დაეხმარება ვაშინგტონი, რომელიც ჯერ მხოლოდ აკვირდება ისეთივე სიშორით, როგორც მადუროს აკვირდებოდა. დიდი ალბათობით ახლა ვაშინგტონში იმას თვლიან, რომ რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანში სამოქალაქო დაპირისპირება არ დაიწყოს. პუტინმა ახლა ზუსტად იცის, რომ ვენესუელას შემდეგ ირანის დაკარგვა უკრაინაში უკვე განსილ მარცხზე უარესი შეიძლება აღმოჩნდეს. ვიცი, არაერთი მოსაზრება წაიკითხეთ და მოისმინეთ ამ დღეების მანძილზე 3 იანვრის შემდგომი ახალი ტრამპთან ერთად სოფლიოს შესახებ, მაგრამ კონტექსტის უკეთესად აღსაქმელად და ამ კონტექსტში საქართველოს და ბიზნეს რუსიას გასააზრებლად საჭიროდ ჩავთვალე სხვადასხვა მოსაზრებებისთვის თავი მომეყარა. ერთიც და გრუზინების ვარამის შესახებ. კარაკასი ვაშინგტონთან ბოლომდე რო თანამშრომლობს, ეს იცით. ამ თანამშრომლობაში მხოლოდ პოლიტპატიმრების გამოშვება არ იგულისხმება. კარაკასში ახლა ამერიკელები ყველაფერს იწერენ რუსულ მილიონებზე, იარაღზე, კორუფციაზე, როსნეფტზე, მის ხელმძღვანელ და პუტინის მეგობარ სეჩინზე და არა მხოლოდ. ვაშინგტონმა ახლა ყველა სქემის შესახებ იცის, რაც პუტინის უახლოს გარემოცვას მადუროს რეჟიმთან და შესაბამისად კუბასთან აკავშირებდა. ბუნკერის დიქტატორის გარდა ახლა პანიკაში მისი დაჯგუფებებიც არიან, რომლებიც სხვადასხვა კონსპირაციული მოსაზრებებით გაფარჩაკებული დიქტატორის ცვლილებაზე უკვე მუშაობენ. კლასიკური სცენარია რუსეთისთვის, ეგრეთ წოდებული დვარცოვი პირივაროთ. ისიც არ გამიკვირდება, რომ ვინმე სადმე ვინმესთან გარეთ მოლაპარაკებები ქონდეს. ვიცი, ეს ზედმეტი კონსპირაცია და ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არავის აქვს. არც ექრება, მაგრამ იგივე მოსაზრება მადუროზეც არსებობს. ვერც კირილ დიმიტრევის მიერ ვინმე ბენ აირის ოსტის გაზიარებამ უშველა ვერავის, მათ შორის ქოც რუსებს. რატომღაც ჭკუა იყოთ და თავადაც არ გადააზიარეს მოსკოვ-პეკინის სასურველი ბოდა, თუმცა ტრამპი პუტინის ფლირტის ამ ფინალის იმედად იყვნენ. ფლირტი დასრულდა, რუკა ასეთი არ იქნება. ქოც გრუზინის ოცნებაც დასრულდა. ეს ქალბატონი გახსოვთ, ტრამპთან რო ალაგებდა ბიზნეს ურთიერთობებს. 9 დღეში 20 იანვარია, 1 წელი იმ 20 იანვრიდან აქციები რომ უნდა დასრულებულიყო და ბიზნეს ტრამპთან ურთიერთობების დალაგება რომ უნდა დაეწყო. ეს იწერტილი კწერტილი სადღა არის. თურქმენეთში წარუმატებელი ბოდიალის და ირანში ლამის გადასახლების შემდეგ ფასებს ისევე ბრძვის. კალაძე ვიცი სადაც არის ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, მაგრამ რა საჭიროა ვინმე როდესაც არსებობს ცოცხალი ტროლი. პროპაგანდაში აღზევებული პირველი კანონმდებელი, ეს ტემპოდინამიკით და מחვილებით უნდა წარმოთქვა. პირველი კანონმდებელი ვინმე შპ. სამდღენის სევდვის და გაურკვევლობის შემდეგ ივანიშვილის სინდიკატმა შპ გამოიყვანა და ბოლოს ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმე წუთიანმა სპეცოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და როგორც ჩანს, ის ასეთად აღარასოდეს იქცევა. აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი როცა დასჭირდება მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის დადასტურებაა. მეტი შეგიძლია შპ უბრალოდ ახლა ლუკაშენკომ გაჯობა უკეთესად ჩამოარაკრაკა კრემლის გაიდლაინები. უფრო ღიად უნდა დაგეჭირა მხარი მადუროსთვის აფხაზეთის და სამაშაბლოს რუსული დამოუკიდებლობა რომ აღიარა, მაგრამ მე პირადად ამაზეც მადლობას გიხდი, რომ უკეთესად წარმოაჩინე შენი რუსობა თან ტრამპის რომ გეშინიათ და თქვენი რუსული ტვინით ევროპა რომ დაადანაშაულეთ ყველაფერში. მე გეტყვით, სააკაშვილი დაადანაშაულეთ, იმდენი რამე დააბრალეთ, რომ ეს რაღაცა. ნახოთ როგორ დაალაგდება ესე თქვა კონფლიქტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვადევნებს ამ თვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებასაც მათ შორის თუ რას აკეთებს ირანის ხელისუფლება და ნახოთ შეიძლება ხვალ ელაპარაკება ისე ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ხელისუფლებას ვერ მოგიბრუნდეთ კითხვით
მე თქვენ კითხავთ ხო და ხო და ნახოთ ახლა თემ ცოტნოში როგორ დავალე რა თქმა უნდა არა ბევრ რამეზე არის აბსოლუტურად მარტო შეერთებული შტატების პოზიციაზე ბევრ რამეზე არის აბსოლუტურად დამოკიდებული ეს პროცესი და აქედან გამომდინარე ახლა მე დღეს რანაირად უნდა გიპასუხოთ ხვალ რას გავაკეთებ საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიცით დროების და ფორმულას მაყურებელს ეს ტიტრის გარეშე წარმოდგენილი ადამიანი არ გეცნოთ სიმართლე გითხრათ მისი სახელი და გვარი მეც მოვიკითხე დიდი ალბათობით ივანიშვილის მომხრეებმაც თუ ასეთი სადმე შემორჩა არ იციან ვინ არის ეს ადამიანი რომ მეგონა რომ ჩატიდან ამ მოკითხველთა მხოლოდ მესამე და მეოთხე ეშელონის მოლაპარაკე თავები ყოფილან თურმე ნუიტყვით და გალიორკაზე ფეხზე დგომის ბილეთითაც ყოფილა ადამიანი რომელსაც ლაპარაკი შეუძლია გამოცდაზე გაუშვეს დიდ ტიტანურ თემას შეაჭიდეს მას ირაკლი ქვია გვარად ჭეიშვილია და შეპერომ ორგანოსში პირველი კანონმდებელია იქ ყოფილა დასაქმებული მოდით აღარ გავიხსენოთ მოქმედი ირაკლის ირანში სამძიმრები და ასე შემდეგ ირანზე ამ კომენტარით შემოვიფარგოთ რადგან მას ანდეს ესე იგი მათი რუსული პოზიცია ეს არის ვინმე იჭილ ახლა ივანიშვილს წარმოადგენს ივანიშვილს რომელიც წელიწადზე მეტია კრემლის ინტერესების და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანის გამო შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების ქვეშ მოაქცია და ამ ერთი წლის მანძილზე მან სანქციების მოხსნა ვერ მოახერხა ვერც მოახერხებს მალე მას დიდი ალბათობით ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციები დაეწევა. დიდი იმედი აქვს, რომ სოფლიო ტურბულენტობაში ის BBC-ს საგამოძიებო ფილმი და მისი რუსობა დაავიწყებათ, მაგრამ ფიქრობ ამაოდ ძალიანაც კი უნდა მას, რომ საქართველოს სელო გრუზიად ექცია არ გამოვიდა. ახლა ფიქრობს, რომ ვენესუელას, უკრაინის და ირანის საკითხების მოგვარებისას საქართველოს რუსეთის კავკასიურ კუნძულად დარჩება, მაგრამ როგორც ამბობენ, ნურას უკაცრავად. დასაწყისში გითხრათ, რომ ივანიშვილი ახლა რუსულ სპირალშია და მისი ქმედებებით უფრო ღმად შედის. პირადი ფილოსოფოსის ბოდვითი წერილები მხოლოდ იმის დასტურია, რომ მან დასავლეთთან ვერ ივაჭრა და ვერაფერი გამოივაჭრა. მისივე გამოისობით ახლა ის მხოლოდ რუსეთის ამარა არის. თუმცა თავარი დავალებები ვერ შეასრულა. საქართველოს დანაწევრება, რუსული ოკუპაციის აღიარება, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და რუსულ უბორნიაში ლუსონზე ჩამოკიდებული კონსტიტუციიდან 78 მუხლის ამოღება. როგორც გითხარით, დიდი ალბათობით კობახიძის თურქმენეთში ბოდიალი პუტინთან დაალაგებას და მისგან ხელშეუხებლობის გარანტიების მიღებას ისახავდა მიზნად, მაგრამ მეტი სარქმე არ ჰქონდა პუტინს ვინმე იქს შეხვედრო და მას მხოლოდ შედეგი სჭირდება. შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილის პროკურორი, რომელიც ამ თანამდებობაზე ღალატის კომისიის თავმჯდომარე მწულუკიანმა წარადგინა, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენის აგენტობის გამო დაასანქცირა. რუსეთის აგენტს ივანიშვილი გადაეფარა, მაგრამ გავრცელებული და ჩემი აზრით სანდო მოსაზრებით ჭავჭავაძეზე მალობის შემდეგ ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობა აირია. კოლობის დამკვეთად ჯერ არაოფიციალურად და შემდეგ ოფიციალურად ფარცხალაძე გამოაცხადეს. ამ საკითხის დეტალებში არ შევალ. ოტასების ქურზე ივანიშვილმა ძებნა გამოაცხადა. რატომ არ გადაეფარა ივანიშვილი ფარცხალაძეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი მეკავშირე იყო მოსკოვის კანტორასთან. არსებული ინფორმაციით ის დიდი რუსული ქსელის ერთ-ერთი კურატორი და დამფინანსებელი იყო. დაფინანსება არა რუსეთიდან, არამედ ადგილზე იმ ბიზნესებიდან, ადკატებიდან და კოლცენტრებიდან მიმდინარეობდა, რომელსაც ივანიშვილის კურთხევით ფარცხალაძე აკონტროლებდა. რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყვნენ მაშინდელი მოქმედი ირაკლი, ლილუაშვილი და გომელაური. თუ გადავხედათ ვითომ კორუფციის ბრალდებით დაჭერილების პოლიტიკიდან განხელთა სიას, მარტივად მიხვდებით, რომ ივანიშვილმა მიუხედავად ფსბ-შნიკობისა, ფარცხალაძეს ფულის ადგილობრივი წყაროები გადაუკვეთა. ფარცხალაძეს მიუხედავად იმისა, რომ ის სოლიდარობა მშვიდობისათვის ვითომ პარტიის ლიდერმა, რუსმა ასევე ვითომ პოლიტიკოსთან და რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის ნარიშკინის მეგობარად წოდებულმა ფიფიამ 9 მაისის პარადზე გამოჯგიმა, ვაკაში მომხდარი მკვლობის შემდეგ მოსკოვში ურთიერთობები აერია. არსებული ინფორმაციით ფარცხალაძე იმისთვის, რომ ის ბიძინას მეკავშირედ დარჩენილიყო, ჩალიჩობდა, მაგრამ ამავე ინფორმაციით მას ბოლოს ფიფიესთანაც აერია და სლენგზე რომ ვთქვათ, ის გააჩერეს. ივანიშვილი ფარცხალაძეზე უარს ამობდა და მას მემკვიდრედ მამუკა ფიფია გამოუგზავნეს. სხვა რა გზა ჰქონდა, დათანხმდა. რუსული სპეცსამსახურები ძველი კლასიკური სცენარით წავიდნენ და ერთმოწმუნეობა რწმენა ეკლესია შემოიტანეს. მოსკოვის რჩეულად საქართველოში ვინმეს პოზიციონერების მნიშვნელოვანი ატრიბუტს წარმოადგენს საპატრიარქოს ირიბი ლეგიტიმაციის დემონსტრირება. იმ ფონზე, როდესაც ხსოვან პატრიარქთან შეხვედრა მხოლოდ იშვიათი გამონაკლისებისთვის არის დასაშვები, ამ გამონაკლისში ფიფიას მოხვდა, რა თქმა უნდა, შემთხვევით
უთხოვეთი ვერ იქნებოდა. ფიფიაზე ბევრი მაქვს მოყოლილი და ბევრს აღარ დაღლით. ის რუსეთთან პირდაპირ დიალოგის და ნეიტრალიტეტის გამოცხადების მთავარი გამხმოვანებელია. დიდი ალბათობით ფარცხალდის ქართული ქსელი მან გადაიბარა. ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ვითომ ექსპერტები, სხვადასხვა სექტორში მომუშავე ხალხი, ცნობილი სახეები. ფიფი არის ახალი არჩევნების ჩატარების იდეის ვითომ ავტორი. მან თავის დროზე ფარცხალის და სუსის მიერ კონტროლებადი ალტინფოს პარტიული რეგისტრაციის გაუქმებაც გააპროტესტა. რამდენიმე დღის წინ კი ფარცხალის წინამდებ თვით მორგოშია გამოვიდა და თქვა, მოსკოვში უნდა იცოდე, რომ ფარცხალაძე აღარ წარმოადგენს ქართულ ოცნებასო. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა ისე, რომ ქართულ ოცნებას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციაში და ეხლა მას შემდეგ რაც ეს ესე ვთქვათ ყველასთვის ღია რომ მას ეძებს ქართული ოცნება და ეხლანდელი ესე ვთქვათ მთავრობა, ამის შემდეგ სავარაუდოდ იქ ბევრ ადამიანს კითხვები გაუჩნდება და ეს შეხვედრები აპტიალაუდინოვთან მისი თუ სხვა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ფაქტობრივად არ იქნება. ვიცი ახლა რაც მოგიყევით, ცოტა დაუჯერებელი ამბებია, მაგრამ ყველანაირი ლოგიკა და ინფორმაცია მხოლოდ იმისკენ მიუთითებს, რომ ივანიშვილი ახლა მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიებს თხოვს. მოსკოვს, რომელსაც თავისი გაჭირვებია. მოსკოვი კი თავის მხრივ ივანიშვილს დავალების შესრულებას. ისი ახლა რასაც ვიტყვი, ძალიან საფრთხილო, მაგრამ ხომ გაგიჩნდათ კითხვა, რისი ეშინია ივანიშვილს? FSB-ს, SVR-ის და GRU-ს ცნობილი მეთოდის. ჩაი. ივანიშვილს ჭერი თავზე ენგრევა, დავალებას ვერ შეასრულებს, გარანტიებს არ მისცემენ ან არა. აიათოლა დიდი ალბათობით ტირანიას ვერ შეინარჩუნებს და თუ გაასწრო, ასადთან და იანუკოვიჩთან ერთად მოსკოვიაში შეიძლება არც ისე ინოს. კარაკასის ეკო ყველას დაეწევა, მოსკოვამდეც ჩავა და ორომტრიალში ივანიშვილი ვის დაეკარგა, მით უმეტეს რომ მეორედ ვამბობ, საქართველოს რუსეთის სამხრეთული კუნძული არ და ვერ იქნება. ამ ჩამოგრეულ ჭერზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მეგაგალაქტიკური ნიმუშია, რა თქმა უნდა, თბილისის გრადანაჩალნიკი მერი კალაძე გამახსენდა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის დასრულება კიდევ 3 თვით გადაიდო. არცალია მერს ფერარის ცენტრის გახსნის შემდეგ, როდესაც ლამპიონებმა გააოცეს, საახალწლო ფეიქ კონცერტი ჩაწერა. მერე უფრო დაიტვირთა. Jingle bells, მერი jingle bells. არითმეტიკა ჩემი ძლიერი მხარი არ არის, მაგრამ მგონი ზუსტად დავითვალე. თუ ივანიშვილის ხელისუფლებაში გაბატონების თარიღად 2012 წლის 20 ოქტომბერს მივიჩნევთ, იცით რამდენი დღე გამოდის, რაც მას საქართველოს მიტაცებული აქვს? 4828 დღე. კარგად გაიაზრეთ. 4828 დღე. და ბოლოს ტრადიციულად, ან ჩვენ ან ის, თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.